დიდი ხნის წინ YouTube-ზე შემოვიდა ბიჭუნა სახელად Blackboy. მან მის მეგობრებთან ერთად დაიწყო ფეხბურთის კონტენტის. ნელა სხვა კონტენტებით შეუძლია. გავიდა სანადიროდ, გავიდა გარეთ, დაიწყო სხვადასხვა ჩელენჯები და 6 წლის წინ დაიდო სიმღერა ყველაზე ცნობილი და ტრენდული Blackboy-ის პირბადე. რატომ გაქრა Blackboy და რატომ აღარ ჩავს ის YouTube-ზე და რატომ აღარ დებს ვიდეოებს? მან 8 წლის წინ მიატოვა YouTube. მას ყავდა 108,000 გამომწერი და მას ჰქონდა ძალიან ბევრი ნახვა იმისთვის რომ YouTube გააგრძელებინა. მის ბოლო სტრიმს 237,000 ნახვა ჰქონდა, სადაც ის 24 საათი ერთი და იგივე სიმღერას უსმენდა. არც მისი Facebook-ი გამონაკლისი, მას თითქმის 10,000 გამომწერი ჰყავდა და ბოლო პოსტი 2020 წელს დადო, სადაც ის კეიდულით მოდის და უბრალოდ ძირს აფლაძვება. სად წავიდა Blackboy და რატომ მიატოვა მან YouTube? მოდის რამ ყველაფერს ჩვენ გავიგებთ და ინფორმაციას მოვიძებთ, ვთქვათ ChatGPT-ს, იქნება მან იცოდეს რა. მოდი ვკითხოთ, რა ვნახოთ. რას გვეტყვის Blackboy-ის შესახებ ChatGPT? Blackboy ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი იუთუბერი თავის დროს. რაც შეეხება კითხვას, რატომ დატოვა YouTube დაახლოებით 8 წლის წინ? მოკლედ და ზუსტად. ოფიციალური მიზეზი, საჯარო ერთმნიშვნელოვანი განცხადება, სადაც თავად დეტალურად განმარტავს ასლის მიზეზის არარსებობს. არც ვიდეოში, არც პოსტში არ უთქვამს კონკრეტულად ან რა მიზეზით მიდიოდა. რაც ყველაზე ხშირად სახელდება არაოფიციალურად, ქართული YouTube-ის საზოგადოებაში წლების განმავლობაში გავრცელდა რამდენიმე ვერსია. იმ პერიოდში YouTube საქართველოში ძალიან სტრესული იყო. დაბალი მონეტიზაცია, დიდი ჰეითი და მუდმივი წნახი იყო. მაგრამ ChatGPT არასწორია, იმიტომ რომ YouTube-ზე ჰეითი არასდროს არ გვაქვს. კონტენტის მიმართულების კრიზისი, რაც Blackboy-ს არ უჭირდა, ნახვები ყოველთვის ჰქონდა. პირადი ცხოვრება, რასაც ვერ გამორიცხავთ, ჰეითი და სკანდალი, ნაკლებად. მნიშვნელოვანი დეტალი, მან სრულად არ გაუჩინარდა, უბრალოდ YouTube-ი აქტიურობა შეწყვიტა. არხი დარჩა, ვიდეოები დარჩა, მაგრამ კონტექსტური დაბრუნება აღარ ყოფილა. თუ გინდა, შემიძლია დეტალურად გავარჩიო, რატომ დაიშალა მაშინდელი ქართული YouTube-ის დელო. მოდი ChatGPT-ს ეს აღარ გითხოთ და იქნება ჩვენ მოვიძიოთ დანარჩენი ინფორმაცია. ეს Blackboy-ის TikTok-ი. ბოლო ვიდეო მას 2024 წელს უდევს, სადაც ის ნახულობს, რომ ყველა იღებს 24 საათის ჩელენჯებს, რაც მან გადაიღო. კომენტარებში იგივე ეუბნებიან, რომ ისინი შეიქმნა და ყოველ ხალხს დაუბრუნდეს, მაგრამ ის დღემდე არ გამოჩენილა. აღარც YouTube-ზე, აღარც TikTok-ზე. დაპტოვა მას საბოლოოდ YouTube-დან, მაგრამ საბოლოო მიზეზი მაინც ვერ გავიგეთ. შეიძლება იყოს რაღაც, რაც ჯერ ვერ გავიგეთ. ეს Blackboy-ის Instagram-ი. ბოლო ფოტო მას დევს 2025 წლის 17 მაისს. ეს სულ ახლახანს არის, ფაქტიურად წინაზავხობს. ხალხი აქაც კი უწევს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ის მაინც არ ბრუნდება. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მიზეზი ვერ გავიგეთ Blackboy რის გამო წავიდა. არ არსებობს არც ამის ვიდეო, არ არსებობს არც ამის გამოსახულება. მხოლოდ გვაქვს მისი დარჩენილი არხი, მისი დარჩენილი ვიდეოები და შეგვიძლია უყუროთ და დავთქვით ძველი YouTube-ს. თუ მოგეწონათ მსგავსი ვიდეოები, დაწერეთ კომენტარებში და დამიწერეთ შემდეგი რომელ ყოფილი YouTuber-ზე გინდათ გავაკეთო.